მოგესალმებით გემრიელი სპორტული საინტერესო მრავალფეროვანი შუადღე იწყება რა თქმა უნდა. ნამდვილად ეგრეა, როგორ ხართ გოგონებო? კარგად ვარ და ფანტასტიკურად. მე მინდა გითხრათ რომ დღეს არის ტოლმას საერთაშორისო დღე. შესაბამისად ჩვენს განაცემაში რა თქმა უნდა მოვამზადებთ ტოლმას. გიყვართ? დედა ჩემის გაკეთებული მარტო. მე ბებია ჩემის, მაგრამ დღეს მე ეჭვი მაქვს, რომ გაგვიჩნდება მეორე ჩვენი საყვარელი ვერსია და ჩვენი მაყურებლებიც ისწავლიან ძალიან ახალ საინტერესო შემადგენლობას, რომელიც განსხვავდება იმ ტრადიციული რეცეპტებისგან, რომლითაც აქამდე ამზადებდნენ. მე ეჭვი მაქვს ამ ერთ-ერთ ყველასთვის ძალიან საყვარელ კერძს. და მაშა სადამე, მაშინ მევიტყვი ჩემი სტუმარი არაჩვეულებრივი რამილია ალიევა, რომელიც მოამზადებს ტოლმას ძალიან საინტერესო რეცეპტით და ძალიან ისეთი მკვეთრი გემოებით და აუცილებლად გვიამბობს ალბათ მის ისტორიას და ძალიან ბევრ საინტერესო დეტალებს გავიგებთ და თან ჩართვებსაც გავაკეთებთ და მაყურებელიც გამოყვება და ჩაიწერს ჩვენ რეცეპტებს. და ხო ხოთ ელენე. არა მე მაინტერესებს მე ზოგადად ბევრნაირი ტოლმა გამისინჯავს, დოლმაც გამისინჯავს და როგორც ვიცით თქვენ ტოლმას დოლმას ეძახეთ, ხო? ეძახეთ, კი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ძალიან კარგია რომ ასეთი პოზიტიური გოგოები ხართ და პოზიტივს ჩუქნით მაყურებელსაც. დიდი მადლობა. დღეს ჩვენ მოვამზადებთ ნუცასთან ერთად დოლმას, ანუ აზერბაიჯანელები ამ კერძს ეძახიან დოლმას და ცოტა განსხვავდება იმ ტოლმისგან, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ ან ქართულ ოჯახებში, ან სხვა კავკასიურ ოჯახებში. აბარით განსხვავდება. განსხვავდება ძირითადად ხმელის სუნელებით და ნუ რაღაც მომზადების წესებით. ანუ რაღაც თავისი მომზადების წესები აქვს. სხვათა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანში ტოლმის ზომას. ანუ მე მოვამზადებ დღეს ყველაზე დიდ ტოლმას, რაც მიღებულია. ფიქრობდი ზომა რო დიდი იქნება თუ პატარა რომ მე გამიხარდეთ ხოლმე დიდი. თქვენ წარმოიდგინეთ იმას, რასაც მე ვეძახე რომ დიდი იქნება, ის თქვენთვის პატარა იქნება. იმიტომ რომ აზერბაიჯანის ზოგ კუთხეში ანუ ტოლმას, ვაზის ფოთლის ტოლმას ისე ახვევენ, რომ აი ასეთი პატარა ჩაის kovsში კი ეტევა. მარჯი ერთი ლუკმა უნდა იყოს. ერთი ლუკმა უნდა იყოს და ეს ითვლება, ანუ დიასახლის ესე იგი ძალიან მაგარი, გაწაფებული დიასახლისია, რომ კი, რომ ძალიან პატარა შეახვიოს. და კიდე ჩვენი დღეს ერთ-ერთი ექსკლუზივი, რომელიც აი ამ ტოლმას ხდის განსაკუთრების ეს არის მეკითხა და აი ვაზის ფოთოლი, რომელსაც მარტო აზერბაიჯანელები ამზადებენ ასე. ჩვენც ეს ვისწავლით აზერბაიჯანელი ბებიებისგან. დამზადების წესი ძალიან ადვილია. ანუ ვიღებთ ასე ჩვეულებრივ პლასმასის ბოთლს, ეს შეიძლება მოხერხებულია რომ ის იყოს ამ ზომის და შეიძლება იყოს 1 ლიტრიანი. როცა უკვე იწყებს ვაზის ფოთოლი დაფოთვლას, ანუ როცა აი ძალიან ნაზი ფოთლებს ვარჩევთ ჩვენ და შემდეგში ამ ფოთლებს მშრალად, აი თქვენც ნახავთ, რომ აქ არც წყალი არის, არც მარილი არის, ანუ ეს არ არის მარინირებული. მშრალად პრესავთ ამ ბოთლში და ამას ვინახავთ. ამის შენახვა შეგიძლიათ სადღაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ანუ ერთხელ რო აკეთებ, ერთი ზამთარი და მეორე ზამთარი ყოფნის და სხვათა შორის ამის განსხვავება რა არის? საკმაოდ სხვანაირი ფერი გამოდის, უფრო ღია ფერი გამოდის და ინარჩუნებს თავის ყველანაირ გემოს. კი, მაგრამ რა პირობებში უნდა შევინახოთ? ეს არ უნდა იყოს მშრალი და ასევე უნდა იყოს ისეთი, ანუ გრილ ადგილას მზისგან დაცული უნდა იყოს კი, იმიტომ რომ მზეზე რო იყოს, ეს უკვე გაყვითლდება და არ იქნება. აზერბაიჯანელები კიდე ტოლმას, ანუ დღევანდელ რასაც ჩვენ ვამზადებთ, აკეთებენ კიდე კომშის ფოთლით. ეს ძალიან გემრიელი გამოდის. როგორი არომატული იქნება არომატული და ძალიან ის გემრიელი გამოდის. და დღეს მაგალითად ჩვენ შეგვეძლო ლიმნის მაგევრად კომში გამოგვეყენა, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ დღეს ლიმონს. შეიძლება ვნახოთ ფოთოლი რო ამოვიღოთ. კი, ფოთოლი რო ამოვიღოთ, ფოთოლს ამოღების წესი არის ესეთი, რომ უნდა დავჭრათ ეს. კი, ბოთლი უნდა გავჭრათ, სხვანაირად აქედან. ესე არის დაპრესილი ეს, ვერანაირად ვერ ამოვა, მაგრამ ამის ეს გაჭრაც არ არის კომშის ფოთოლი ვახსენეთ და მაინტერესებს ერთმანეთს გავს თუ არა ლეღვის ფოთოლი და არა, კომში არის სულსხვანაირი და სულსხვანაირი ეფექტი აქვს. კომშის ტოლმას სულსხვანაირი ეფექტი აქვს, სულსხვანაირი გემო აქვს. ანუ ესე ექსპერიმენტებს ატარებენ
აი ნახეთ რომ მართალია ესე იგი რა ჯამჟამებული არ არის ფერი ბევრად უფრო მკვეთრია ვიდრე მკვეთრია და როგორც ხვდები მთავარი ამ შემთხვევაში ის არის რომ გემოვნური თვისებები აქვს შენარჩუნებული ხომ რახან არ არის თქვა არც წყალი დამატებული და არ არის მარილიანი რა ძალიან მნიშვნელოვანია მარილში არ ვინახავ არ შრავად ფოთოლია ნატურალური ბიო არანაირი დანამატის გარეშე შვენიერი არომატი აქვს და ფერი ნახეთ ფერი არის და ფერიც განსხვავებული. თავარი არის ამ შემთხვევაში ფერი, ფერს ინარჩუნებს. ხო. ძალიან კარგად და ამიტომაც ეს არის საკმაოდ ისეთი. და აი ამას რო ვხსნით ასე. ამასაც ოსტატობა უნდა, იმიტომ რომ ამის ესე მომზადება ადვილი არ არის. სათითაოდ უნდა არჩიო, ყველაზე ნაზი ფოთოლი. მერე უნდა ეს ერთმანეთზე დადო, დაპრესო და ასე შემდეგ, მაგრამ ღირს გემო იმათ ღირს. ასე რომ გავხსნით ფოთოს, მე აუცილებლად უნდა დავამატოთ ადუღებული წყალი, რომ ეს გაიხსნას, კი, და რომ არ გავაფუჭოთ ფოთოლი, იმიტომ რომ ეს ხო ნაზი ფოთოლია და ანუ საერთოდ ტოლმის მომზადების დროს იქნება ეს ვაზის ფოთლის ტოლმა, ან იქნება ეს კომბოსტოს ტოლმა, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ავარჩიოთ ისეთი კომბოსტო, ან ისეთი ვაზის ფოთოლი, რომელიც არ იქნება ძალიან როგორ იქნება უხეში, ანუ ნაზი უნდა რაც შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ მომზადებისას უფრო რთულია, რა თქმა უნდა, როცა ძალიან ისეთ სიფრიფანა და თხელ ფოთოლს იყენებ, მაგრამ გაცილებით გემრიელი რა თქმა უნდა, რო ხედავთ, აი იცი რა მაინტერესებს, ახლა ანუ ცხელმა წყალმა რა გააკეთა დამატებით? ცხელმა წყალმა ამ შემთხვევაში მოამზადა დარბილა და ამის გახსნა უფრო ადვილი ხდება არ გაიხეს და რო იყოს უფრო ადვილი. სანამ ეს ცხელ წყალში იქნება, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ფარში. რავილი, მოდი სანამ ფარშს მოვამზადებთ, თქვათ რა ინგრედიენტები დაგჭირდება და რამდენი? ჩვენ დაგჭირდება 1 კარგი პორციისთვის, მე ავიღე დღეს 1 კილო ფარში. ეს არის საქონლის ხორცის ფარში, რომელიც უფრო კარგი და გემრიელი გამოდის, მაგრამ აზერბაიჯანში ძალიან პოპულარულია ცხვრის ხორცი და იქ აკეთებენ ცხვრის, მაგრამ აქ მაინც საქართველოში ჩვენ ვცდილობთ, რომ იყოს საქონლის ხორცი და ანუ ჩვენ ოჯახში, ჩემ ოჯახშიც ცხვრის ხორცს ერიდებიან. ჩვენ დაგჭირდება ფარში, დაგჭირდება წითელი წიწაკა, დაგჭირდება ხმელი პიტნა, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პიტნა უნდა იყოს ხმელი. დაგჭირდება ქონდარი, დაგჭირდება რეიჰანი ანუ ბაზილიკი და დაგჭირდება კიდე ხმელი ქინძი. ანუ ყველაფერი ხმელი. კი, ყველაფერი სუნელები უნდა იყოს ყველაფერი ხმელი. ერთ-ერთი მთავარი მომენტი აზერბაიჯანულ სამზარეულოში მომზადებულ ტოლმაში არის ქონდარი. ხმელი ქონდარი, რომელიც აძლევს მას განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოს. და ჩვენ დაგჭირდება, რა თქმა უნდა, ბრინჯი. ბრინჯი შეიძლება იყოს მრგვალი ბრინჯი, ასევე გრძელი ბრინჯიც შეიძლება იყოს. ამაში შეზღუდულები არ ვარ. შეზღუდულები არ არის. უკეთესი რომელია თქვენ რომლის რეკომენდაციას? უკეთესი არის მრგვალი ბრინჯი, იმიტომ რომ ესთეტიურადაც უფრო ლამაზი ჩანს და ასევე უფრო მალე იხარშება მრგვალი ბრინჯი და ამიტომაც კარგია. რადგან დღეს ჩვენ გვაქვს გრძელი ბრინჯი, ამიტომ ჩვენ მომზადებამდე სანამ ფარში ავურევთ, ჩვენ უკვე გარეცხილია ეს ჩვენი ბრინჯი, ჩვენ და ცოტა ხანი იყოს ადუღებულ წყალში ეს და მე მგონი შეზავებულია ხო უკვე როგორც ხედავ, ეს ბრინჯი არის დამატებული. ხო, ნუ რაღაცა ხმელი სუნელები არის, მაგრამ რომ გემოები აიღოს, ხო? ეს რო გითხრათ, რომ ეს აუცილებელი პროცედურა, ეს არ არის აუცილებელი პროცედურა. უბრალოდ როცა გრძელ ბრინჯს იღებთ, მაგ შემთხვევაში უნდა აიღოთ ანუ ცოტა ხანი უნდა იყოს მაინც ადუღებულ წყალში. ჩვენ დაგჭირდება ხო, რაღაც 50 გრამი კარაქი, 1 ცალი ხახვი დაგჭირდება და ლიმონი დაგჭირდება. ხახვი შეგიძლიათ ფარშიც, აი ეს როცა თვითონ ხორცს ატარებთ, შეგიძლიათ რომ ხახვიც ხორცთან ერთად გაატაროთ, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ რომ როცა ფარშით რამეს ვაკეთებ, ეს იქნება ტოლმა, კატლეთი თუ ასე შემდეგ, ხახვს არ ვატარებ. რადგან ხახვი გატარების დროს უშვებს წვენს, რომელიც მწარეა და გემოს აფუჭებს. ამიტომაც წვრილად უნდა დავჭრათ ეს პირველ რიგში ეს ხახვი და დავამატოთ ჩვენ ფარში. უკვე გატარებულ. როგორი საინტერესო. კი, უკვე გატარებული ინგრედიენტები, ხო? ეს არის მთელი მასალა, რომელიც დაგჭირდება ჩვენ ტოლმისთვის. არ არის ასე ვთქვათ, ისეთი რაღაც რაც არ იპოვება.
თუმცა მაინც აი ქართულ სამზარეულოში მაინც არ არის პოპულარული მაგალითად ქონდარი. ხო, აი ეს მაინტერესებდა და ნუცა მე ნამდვილად არ ვიცი დედაჩემი როგორი რეცეპტით აკეთებს ტოლმას და შესაბამისად შენ გეცოდინება. აი ეს ხმელის უნელები ჩვენ ვუშვებით, ასე ვთქვათ, აი ქონდარი მე არ მქონია ვცდილობა რომ პიტნით ძალიან საინტერესო იყო ახლა ჩემთვის რომ ხმელი პიტნით კეთდება და ხმელი რეჰანითაც სხვათა შორის. კიდეც ეს ხახვის ამბავი, ახლა მე პირველად გავიგე რომ მე ვიცი რომ სუფარშთან ერთად ატარებენ დროს ხახვი უშვებს რა წვენს, რომელიც მერე უკვე მომზადების პერიოდში რაღაცა გემოს ცვლის. წინასწარ დავჭრათ. ან კიდე მაგალითად მე ვაკეთებ ხოლმე რომ წვრილად დავჭრი, მოვშუშავ და შემდეგ უშვები და მოშუშვის შემდეგ უკვე იმდენ წყალს აღარ უშვებ და თან უკვე არომატია. უკვე მოშუშ და ერთად ვატარებ, აი მოშუშულ ხავთან ერთად ვატარებ საქონლის ხორცს და არც წყალიც ნაკლები. ანუ მიხახვი კი არ არის, არის ხო, მოშუშული არის. მაგალითად ზოგი არის რა შვება, იცით, ვისაც არ უყვარს თვითონ ხახვის ტექსტურა და არ სიამოვნებს, მაგრამ გემო უყვარს, შუშავს ცოტა ცხიმში და შემდეგ ამ ცხიმს იყენებს, რომ არომატი აიღოს, მაგრამ აღარ ექნება უკვე ხახვის ტექსტურა. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ტოლმაში გვჭირდება, ეს ცოტა სხვა შემთხვევებში საჭიროა და სიტყვის არც ჩანს ტოლმაში. მაგალითად სუპების მომზადების დროს ჩემი ოჯახის წევრებიდან მათაც არ უყვართ ხახვი რო ჩანს. მაგ შემთხვევაში მე ვიღებ პატარა ხახვებს და ვაგდებ მთლიანად. მომზადების მერე უბრალოდ ვიღებ, იმიტომ რომ ის ტოვებს უბრალოდ გემოს. ხო, აი ეს ხერხი გამიგია, მთლიანად ჩაგდებული და შემდეგ უკვე ამოღებული ნიანებშიც ესე აკეთება ხოლმე თუ ვინმეს არ უყვარს. ამასობაში ჩვენი ფარში მზად არის, რამე ჭირდება აი ჩვენი ფარში, ანუ გატარებულია ხორცი, ჩვენ ახლა დავამატებთ აქ ხახს, რომელიც უკვე დავჭერით წვრილად. ანუ სადღაც 1 კილო ფარშისთვის 1 საშუალო ზომის ხახვი ყოფნის. და ახლა ნუცა მეხმარება და კარგია და მე უნდა მოვასწროთ. უნდა მოვასწროთ ამის მომზადება. კი. მარილი, შავი წიწაკა დავამატოთ მერე, ხო? კი, აუცილებლად, ნუცა თუ დამეხმარება კარგი იქნება. შევაზავო? არა, ცალ-ცალკე უნდა თუ აი ამით დამეხმარები. კი, მოდი მე დავჭრე. კი, ბატონო. ნუ რას ჭრი ახლა შენ? მე ვჭრი ახლა წვრილად ხახს. ჭრის, ანუ ჩემ დაწყებულ საქმეს ამთავრებს და მეხმარება. კარგი დამხმარე ყავს ნუ. ანუ ეს არის წითელი წიწაკა, რომელსაც მე ასე გემოვნებით ვაყრი ხოლმე, მაგრამ ძირითადად 1 კილო ფარშზე მიდის 2 ჩაის კოვზი. ნუ დააჩნია როგორ გიყვართ, ახლა რამდენად ცხარე გიყვართ. აქ არიან გოგონების უცხარე უყვართ. მე არა სხვათა შორის ეს მაყოს. ეს არის მეტნა. როგორ იცით ზეპირად მე რა ვიცით აბარა. რომელსაც აი ასე ხელით დავამატო ხახვი. კი, დავამატოთ ხახვი. ეს ხმელი პიტნა ხო რაც აღნიშნეთ და დავსრეს და განსაკუთრებულ გემოს მისცემს ჩვენ ტოლმას. წვანილიც ხომ არ დავჭრა. ბატონო? წვანილი. ეს მწვანელი თუ შეიძლება რომ გავდოს რა მწვანილი გვაქვს ნუც? მწვანილი გვაქვს კამა, ოხრახუში ცოტა ქინძია მე. ცოტა ქინძი. ქინძს ცოტას ვიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ აქ ამ შემთხვევაში ხმელის უნელების შორის გვაქვს ხმელი ქინძიც. დიახ. ამიტომ ცოტათი დაგჭირდება, ხო, ნეტი? ანუ ეს არის ხმელი ქინძი, რომელიც არის 2 ჩაის კოვზი, 1 კილოსთვის. კი ბატონო. რაღაც განსაკუთრებით სურნელოვანი იქნება. ეს არის ბაზილიკი, რომელიც აი კიდე ერთი მომენტი, ანუ უნდა დავფქვათ ეს ბაზილიკი, ანუ არ უნდა იყოს ესენი დიდი ახმელი. ხო, რომ უხეშად არ კი, ანუ ხელით უნდა დავფქვათ ასე. ხო, როგორც პიტნა გავაკეთეთ ხმელი. იცი რა მაინტერესებს? აი ტოლმას ხვდებით რეალურად ჩვენი მეზობელი ქვეყნების სამზარეულოში ყველგან, ხომ რაღაცა განსხვავებებით, მაგრამ ტოლმა ყველა ქვეყნის სამზარეულოშია. თქვა რაიმე ახალი ინგრედიენტი დავამატე. აი ეს არის ქონდარი, რომელიც არის ანუ ქონდარიც აძლევს უფრო განსხვავებულ გემოს. კარგი, მაშინ სანამ ქონდარს ბატონო? ქონდარი და მეტი არაფერი. მეტი არაფერი. შეგვიძლია გემოვნებით დავამატოთ შავი პილპილი და რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა დავამატოთ მარილი. ხო. შემდეგ ეს უნდა ავურიოთ კარგად. შევაზავოთ და სხვადასხვა ის იქნება არომატი. აი არომატი.
არის განსხვავებული, ხო? მე მგონი ეს დოლმა იქნება. ძალიან რო შემიყვარდება. ჩვენი ფავორიტი რომ გახდა. დედა ჩემის დოლმას კონკურენტი თუ გამოვიდა. უკვე შენ უნდა მოამზადო და დარწმუნებული ვარ, რომ დედაც სიამოვნებით გასინჯავს ხოლმე საკ. რადგან ნუცა არის ამ სამზარეულოს დიასახლისი, ვთხოვ რომ ერთი ჭიქა წყალი? არა, წყალი დაგჭირდება ეხლა ფარშისთვის. უბრალოდ ჭიქა მინდა რომ საზომი გქონდეს. აი, თუ გინდათ ესეთი. ეხლა წყალი უნდა დავამატოთ ჩვენ ფარშს, ხო? აი ეს პატარა. ეს არის. ანუ ეს ჩვენ ბრინჯი გვაქვს უკვე მზად, უბრალოდ ამ წყალს. დიახ, ბრინჯს უბრალოდ ცხელი წყალი დავასხით, ხო? ცოტა ხანი კი, დავალდეთ. ბრინჯს ცოტა ხანი ცხელი წყალი დავასხით ადუღებული, ცოტა ხანი გავაჩერეთ. ანუ ეს ბრინჯს უფრო რბილს ხდის, რაც გვეხმარება იმაში, რომ მალე მომზადდეს ბრინჯი. ხო, იმიტომ რომ ზედმეტად არ გადაიხარშოს, ხო, ესეც არ უნდა მოხდეს. ხო, ზედმეტი გადახარშვაც არ არის, მაგრამ ზომიერი უნდა იყოს. ეს არ დაგჭირდება. დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება შემდეგ უკვე აი ხარშვის პროცესი რამდენი ხანია? ხარშვის პროცესი ჭირდება სადღაც დაახლოებით 9 საათი, რომ კარგად იყოს მოხარშული და ხარშვის პროცესს აქვს კიდევ ერთი მომენტი, რომ თავიდან უნდა ავადუოთ კარგად, ერთი 10 წუთი და მე დანარჩენი 20-25 წუთი უნდა იყოს დაბალ ცეცხლზე. კი. საერთოდ აზერბაიჯანული სამზარეულოს ეს ერთგვარი აქსიომა არის. თითქმის ყველა კერძი პირველადი მომზადების მერე აუცილებლად უნდა იყოს ნერლცეცხლზე დადებული და მაღალ ცეცხლზე არ არის. მაღალ თან კიდევ რას შვება წარმოგიდგენთ სტრაფი ხარშვის შემდეგ ეს ხო ან ხორცი ან რა პროდუქტიც იხარშება, იკუმშება. შემდეგ უკვე დაბალ ცეცხლზე იწყებს მოშვებას, ასე ვთქვათ, და ყველა ამ გემოების გამოშვებას, თუ გინდა ხორცი, თუ გინდა ბოსტნეული და ასე რომ ძალიან სწორი ტექნოლოგია არის ფეხბურთად დამუშავების. ნუ თასახმარებით დაჭრილ წვანილებს წვანეულს ვამატებ. ხო, სამივე მწვანილი, კამა, კინძი, კამა, ოქრაფუში და კინძი. კი. ამას ვურევთ. ნუცას ვთხოვ, რომ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ეს წყალი რისთვის გვინდა? ეს წყალი უნდა დავამატოთ ფარში და რატომ უნდა დავამატოთ? იმიტომ რომ ფარში გახდეს უფრო რბილი, უფრო კარგად დავამატოთ. კიდე დავამატოთ. ხო, უფრო ფაფული. ანუ 1 კილოს სჭირდება სადღაც ერთი ჭიქა ადუღებული. აი ეს უკვე გვანახებს თვითონ ფარში. მაკომ ჩამჩურჩულა ახლა ყურში, რომ სტანდარტულ რეცეპტში ვამატებთ წყალს. მგონი არა. და აი თვითონ როცა ჩვენ ვამატებთ წყალს, ანუ ეს რას გვაძლევს? თვითონ ტოლმა არ ხდება მშრალი. ხდება უფრო რაღაც ისეთი ნაკლი და როცა წყალს ვამატებთ თვითონ ის წყალი ეხმარება ბრინჯსაც რომ კარგად მოიხარშოს. ისე მე მეგონა რომ რადგან ზომაში უფრო პატარაა ეს ჩვენი დოლმა მოხარშვის დრო ნაკლები იქნებოდა, მაგრამ თურმე აი რადგან მე ნელ-ცეცხლზე აგრე არ აქვს მნიშვნელობა. არა. მაგრამ მე გადავწყვიტე რომ რადგან პატარა იყო, მალე მოიხარშებოდა და მალე მომზადდება. აი ეს ცოტა წყალს კიდე იწვევს. კიდე ჭირდება. ესე იგი დაახლოებით ჩვენ 1 კილოზე ჭიქა ნახევარი. მაგას ხო ალბათ აი მზადების დროს ჩვენ თვითონ მივხვდებით რამდენი კი, აი ეს უფრო ისეთია თვალის ზომით. კი. აი ნახე ახლა მაყურებელი ხედავს კადრში და ისეთი წვნიანი მასაა, ხო? არ არის მშრალი ძალიან. და იცით როგორ არის? გააჩნია ფარს, მაგალითად თუ ფარში არის თავისი ცხიმით, ანუ ცხიმიანია. მაგ შემთხვევაში არაფერს არ ვამატებთ, მაგრამ ხშირად როცა ფარში თვითონ ხორცი არ იყო ცხიმიანი და ცხიმი აკლია, თვითონ ტოლმის ფარსზე ვამატებთ კარაქს. ну სადღაც 1 კილოზე 50 გრამს, 60 გრამს კარაქს. დღეს ჩვენ დავამატებთ თუ არა? დღეს არ დავამატებთ ჩვენ, იმიტომ რომ ფარში გვაქვს საკმაოდ, ესე ვთქვათ, ფაფუქი, კარგი, ცხიმიანი და ამიტომ არ დავგჭირდება. ხო არ დავიწყოთ ნელ-ნელა უკვე. კი, ეხლა უნდა დავიწყოთ გავშალოთ ფოთლები. საინტერესო პროცესი გველის ახლავე. საინტერესო და თითო მე ჩვენც რო გავახვიოთ არ გინდათ? მინდა. თუ არ შეუძლეთ ხელს, არა, მე გემოსგვინდა. რა დაამატენოთ? თეთრი პილპილი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შავიც. ჩვენ ეხლა დაგჭირდება
აბა რა მუცას მარჯვე ხელები, იმიტომ რომ აი ეს ტოლმა ვაზის ფოთოლი უნდა გავხსნათ. ესე იგი, მოდი მაშინ რა ვქნათ, იცი ახლა რეკლამის დროა. რეკლამის დროს ჩვენ ნაწილს შევახოთ, მაგრამ მაყურებელს რომ არ გამორჩეს არც ერთი დეტალი, რეკლამის შემდეგაც ვაჩვენებ როგორ. კი ბატონო, ჩვენც რო ჩავერთოთ, ხო შეიძლება რამე? კი რა თქმა უნდა დაგვეხმარებით. კარგი. მაშინ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. დროებით